არ ვიცი რა არის მნიშვნელოვანი, სიმართლე გითხრა, მაგრამ უბრალოდ ჩემს აზრს ვიტყვი, რომელიც ასევე არ ვიცი, არის თუ არა მნიშვნელოვანი. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, საერთოდ ვინც ჩემ პოსტებს კითხულობს ხოლმე, იცის, რომ საერთოდ არ ვიყავი არასდროს პოლიტიკური პარტიების კრიტიკის მომხრე. და სინამდვილეში ყოველ ჯერზე ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო ეს ამბავი და მუდმივად გრძელდებოდა, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან ბუნებრივია რაც ხდება. ეხლა მე აქ საქართველოში ბევრ ორგანიზაციაში და უნივერსიტეტში მიმუშავია და ყველგან იყო ეს ფრაგმენტაცია მიზნის ირგვლივ შეკვრა კი არა პირიქით, რაღაცა საკუთარი ეგოების ირგვლივ ფრაგმენტაცია და მით უმეტეს ეხლა ქვეყანაში სადაც დიქტატურა დგება, იქ ბუნებრივად ნიშნავს, რომ დაბალი პოლიტიკური კლასი გაქვს. თუ გაქვს ძლიერი პოლიტიკური კლასი, იქ დიქტატურა არ დაგიდგებოდა. თუ დაგიდგა, ესე იგი უკვე გაქვს პრობლემები და როცა უკვე გაქვს პრობლემები, იმას უნდა მოუფრთხილდე, რაც გაქვს. ანუ ჩემი ხედვა იყო ასეთი და მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი იმისი, რომ ეს პოლიტიკოსები საერთოდ გაცლილი იყვნენ ანუ არ მოვიდნენ აქციაზე, არ იყვნენ შემდეგ ცალ-ცალკე ეს არ უნდა იყოს, ეს ისეთი იყო, ეს ასეთი იყო, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ მტრის წინაშე ერთად ძლიერი განსაკუთრებით ძლიერი მტრის წინაშე, როგორც არის ეხლა ქართული ოცნება საქართველოსთვის, იმიტომ რომ მას რუსეთი უმაგრებს ზურგს, ერთადერთი ხსნა და გზა არის გაერთიანებაში. როცა შეხედავ თავარ მიზანს, ყველა სხვა განსხვავებას გადადებ. ეს არ ეხება მარტო პოლიტიკოსებს, იგივე ეხება სამოქალაქო აქტივისტურ ჯგუფებს, სხვადასხვა სამოქალაქო გაერთიანებებს, რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ვთქვათ იმის გამო ჭამდნენ, რომ რა ვიცი, ისრაელის საკითხი ასე უნდა გადაწყდეს თუ ისე უნდა გადაწყდეს იმის გამო, რომ ვიღაცა სექსისტია თუ ვიღაცა ჰომოფობია. როდესაც ბრძოლაში ხარ, ყოველთვის მომყავს მაგალითი, რომ ჰიტლერსა და სტალინს შორის ოდნავ უკეთესი იყო სტალინი. მე არ ვიცი, 5%-ით ალბათ, ხო? მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ დასავლური ქვეყნები სტალინის გარეშე ამ ომს ვერ მოიგებდნენ და იმ მომენტში მნიშვნელოვანი იყო ჰიტლერის მოცილება. და ჩვენ ხო ესე უნდა ვუყუროთ სულ. ჩვენ ძალიან იუზურულად ვუყურებთ ხოლმე აი ზოგ ადამიანს რომ დაელაპარაკები, გონია რომ ეხლა თუ კოცებს გადაუყრით, მორჩა დაისადგურებს რაღაცა 64 საქართველოში. რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნება. ეს იგივეა, როცა შენ რაღაცა ავადმყოფობა გჭირს და ეხლა ხوار ადამიანი ხوار ამბობს თავის თავზე მე რომ როგორც მოვჩები ათლეტი ვიქნები. ხوار ლაპარაკობს ესე ჩვენ ორგანიზმია, ქვეყანაც ორგანიზმია. ანუ ეს არის რომ ამ წუთას შენ რომ ავადხარ, ის ავადმყოფობა პირველ რიგში უნდა მოიცილო და მე უნდა დაიწყო შენი თავის ანუ პირველ რიგში ავადმყოფობა მოიცილო და მე დაიწყო ზოგად გაჯანსაღებაზე და ზოგად გაძლიერებაზე შრომა. ძალიან ბევრი კამათია ნანა, რომ აი პროცესის გაჯანსაღების ნაცვლად და კრიტიკა, დისკუსია პროცესს აჯანსაღებს, მუდმივად იყო საუბარი, რომ ახლა ამის დრო არ არის და ამან მოიტანა ზუსტად ის, რაშიც ვართ, რომ როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ახლა ამის დრო არ არის, თუმცა თურმე უნდა გვეთქვა. 4 ოქტომბრის ნაწილში ძალიან ხშირად მესმის ეს. პირიქით, რეალურად პირიქით იყო სუკრიტიკა იყო პოლიტიკური პარტიების და არა ის 4 ოქტომბერს ყოველთვის იყო ამის დრო არა და თუ დავუკვირდებდნენ პარტიებს და სულ ერთმანეთს უფრო მეტად ჯერთი პროცესის გაჯანსაღება ხდება მშვიდობის დროს. ომში არ ხდება პროცესის გაჯანსაღება. ომში არის ტრის იმას კი არ მოგდისობ ხა ბრძოლაში და იმაში კი არ ვნათლავ ამას რაღაცა იმაში რა ქვია სამხედრო ბრძოლაში. ანუ ბრძოლაში ის მშვიდობიანი პროტესტიც ბრძოლა, ან წინააღმდეგობის გაწევა არის წინააღმდეგობის გაწევა. რაც შეეხება მესამე პოლიტიკურ ამაზეც ზუსტად ვიცოდი როგორც კი ახალი ძალა გაშევა მაშინათვე დაიწყებენ ამ ახალი ძალის დაძლებას მაგალითად თავისუფლების მოედანი სრულიად ახალი ძალაა ხო მოვიდა ხალხი რომელიც არ იყო პოლიტიკაში ფაქტობრივად არ იყო პოლიტიკაში გარეული და ძალიან კარგი ხალხია რა ვიცი მე პირდაპირ მინისტრთა კაბინეტის სიამოვნებით ჩავაბარებდი თავისუფლების მოედანს მაგრამ აი უკვე მესამეჯერ ცდილობენ და პარტიის დარეგისტრებას და არ რეგისტრირებენ გაჩნდნენ სოცდეკები რომელიც ზუსტად ის ორგანიზაცია უნდა იყოს რომელიც ხალხს აი რომ ვამბობთ ხოლმე რომ რეგიონებში უნდა იარონ ესეც რაღაც გადაღებული ის რომელიც ასევე შემოგდებული თემა აბსოლუტურად მაგრამ გაჩნდა ეს ხალხი რომელიც აპირებს ამ სიარულს და ხალხთან სიარულს რაც ქვია და მაშინათვე დაიწყეს ერთი თვე ისე ათრიეს Facebook-ზე რომ თითო დაძდებდნენ თითო წევრს ხო ეს არის სწორი აი ეს არ არის სწორი რა თქმა უნდა არ არის სწორი ანუ რა თქმა უნდა არა პირიქით ასევე არ არის აბსოლუტურად არ არის სწორი და პროტესტზე დაწერილ ყველა სახელმწიფოს ეწინააღმდეგება რომ როგორც კი ადამიანი რომელიც ქართულ ოცნებას მხარს უჭერდა გადმოდის აქეთა მხარეს და მაშინათვე იწყებ მის კრიტიკას ანუ მაშინათვე იწყებ რომ კი შენ უნდა ანუ რამდენად არარაციონალურია წარმოიდგინეთ ან თქვენ სადმე გადახვიდოდით ესე რომ მოგექცნენ მეორე ადამიანი შენ როცა ხედავ რომ შენი ჯგუფიდან ვიღაც გადავიდა და მას სამართლიანობის სახელით ყველა შეცდომას უხსენებენ შენ მოგინდება რომ იმ ჯგუფში გადახვიდე ეს არის ყველაზე მეტად ეს არის შეცდომა სრულიად რაციონალური თვალსაზრისით ეს არის ძალიან დიდი შეცდომა მათემატიკის ამბავში ელემენტარულია თუ კი არ გაბებდები რანაირად შეიძლება ხო რომ
ყველა სახელმწიფო ზუსტად მაგას არ ვიქნებით ერთი ელექტორალური რაღაცა შემადგენლობა, თუ კი არ გამსხვილდები, თუ კი არ გავბევრდებით პირიქით ჩემი აზრით, ძალიან სხვათა შორის მე ამას წინათ შემხვდა კიდე პოსტები, რომ აი ვიღაცები, ვინც აქეთ მხარეს გადმოდიოდნენ, აი გუშინ და გუშინ წინ თურმე ქოცებს გულავდნენ და მათ და პირიქით ეგ არის კარგი ხარდეს ეგ ამბავი. ის ბიჭი ეს არის ჩვენი მარცხი იმ ბიჭის აღარ მახსოვს ახლა პორშეთი რო დადეს და აქციებზე რომ ეგ არ უნდა მოხდეს თორე იქიდან აქეთ უნდა გადმოვიდეთ და როცა ეს ხდება ჩვენ ამაზე დიდი ყურადღება არ უნდა გვარსახელი ძაძამია ჩვენ ამაზე ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ ანუ ჩვენ არ უნდა ვატრიალებდეთ იმ თემას როცა ჩვენ რაღაცა სიმბოლო დაგვაკარგვიდეს იგივე მოკლედ გაბერის ამბავში ხო როცა შენ ხედავ რომ მტერი ამას გიკეთებს ჯიბრზე შენ პირიქით უნდა ჩაახშო მისი ეს რა ქვია პროპაგანდა არ უნდა აყვე ამას ძალიან სერიოზული რაღაცნაირად დემოტივაცია მოახდინა ამ ძაძამიამ იმიტომ რომ მათთვის მიუღებელი ჩვენც ესეთი კუთხიდან უნდა დაგვენახა და არა მე ნამდვილად მახსოვს ის აქციებზე როგორ მღეროდა იმ სიმღერას ან მაშინ ადამიანია რომელიც ძალიან გავდა მას იმიტომ რომ რაღაცნაირად ისეთი გარეგნობა აქვს ეს რო არ მეთქვა ხო ამიტომ აი რომ დავამთავრო ამ პოლიტიკურ ძალაზე საუბარი ამიტომ მე არ მჯერა იმისი რომ ეხა პოლიტიკური მესამე რაღაცა პოლიტიკური ძალა გაჩნდება რომელსაც ჩვენ მხარს დავიჭერთ ჯერ ერთი წარმოვიდგინოთ ანუ ჩვენ გვინდა რომ 200,000 ადამიანი იყოს ამ რაღაცა ფორმით ამ პროტესტში ხო მინიმუმ ეს არის ჩვენი მიზანი და არ იყო კიდევაც ხო ნოემბერში და დეკემბერში და შეუძლებელია რომ შეირჩეს ისეთი პოლიტიკური ძალა რომელიც 200,000 ადამიანს მოეწონება და ჩვენ უნდა მივეჩვევთ იმას რომ ჩვენ გვექნება ასარჩევი პოლიტიკური ძალა რომელიც ყველას არ მოგწონს მაგრამ ვიცით რომ მას აქვს გამარჯვების შანსი ერთადერთი გზა ყველა პროტესტი რომელიც აი თუ არის პროტესტი რომელსაც ლიდერი მკაფიო ლიდერი არ ყავს ყველგან ესეთი მაგალითია რომ შენ უნდა გაარჩიო ადამიანი რომელსაც ახლა ნუ მაინც და მაინც არ გძულს მეტნაკლებად მისაღებია ყველასთვის მაგრამ ყველა არ გიждდება ხო რაღაც საშუალო ის უნდა აარჩიო რომელიც ყველამ უნდა აარჩიოს